მოკლედ ფართი მაქვს და ფართს ქვია ქულქეთი და ყველა ჩემი მეგობარი უნდა იყოს კატის ფორმაში. ეს არის ჩემი საფილმო კერძი. მოკლედ მოვყვები როგორ დაიწყო ჩემი ქულქეთ ფართი, გადავწყვიტე რომ განსაკუთრებულად მომზადებულიყავი და ყველაფერი მე მომემზადებინა. ზოგადად როდესაც სტუმრები მყავს, ანუ საკვებს ვიკვეთავ და ანუ იშვიათად რომ მე რამე მოვამზადო და ეხლა გადავწყვიტე რომ ყველაფერი ჩემი გაკეთებული ყოფილიყო. და რადგან ფართს დავარქვი ქულქეთი, მინდოდა რაღაც ისე განსაკუთრებული საფილმო კერძიც მქონოდა აუცილებლად. მხოლოდ გოგოებს ველოდებოდი სტუმრად და აი ეს არის ჩემი საფილმო კერძი გოგრაში, თავისი ქიშმიშები და ცუკატები ჩიქთავსი. სუფრაზე აუცილებლად დავდე იაპონური ლობიანი, იმიტომ რომ ქართული ვერ ვიშოვე ხალხო და მოკეთ ძალიან განსაკუთრებულად მომზადე, როგორც ხედავთ, ჩემი საყვარელი მეგობრებისთვის. დიდი არაფერი, მაგრამ ნუ რაც მოვასწარი, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ნამდვილად თავს არ ვიქებ ყვილად, დამითანხმებიან ჩემი მეგობრები. ძალიან მაგრად გავერთეთ მიხალისეთ. პირველი სტუმარი. ქულქეთი. მოკეთ სახი იგენოს როგორც ყოველთვის საქართველოში. შერაფისო ხარ? ვიფიქრე რომ ცოტა რომანტიკაც არ გვაწყენდა და ამიტომ სანთლების სტუდიაში. ელე. შერაცა ქულქეთი ხარ? ამ ბავშვმა თავისნაირი იმიჯზე გადამიყვანა. ამ საწყობო გრას რო ვქნინა. უი, საჭმელი დევს. მეგონა რომ გამოშიგნური გოგრა გედო. მეხუთე ქულქეთი. ხალა. ლობიანი. ლობიო. ჩემი მეექვსე ლამაზი ცისფერგალება ბისა. What's it?